მატერია არის ადამიანისათვის სწორედ ის, რაც მას აძლევს ღმერთთან ურთიერთობის გამოსწორების საშუალებას წოდედაცემის შემდგომ. აი, ჩვენ ახლა ხორცში სანამ ვართ, ხო? ხორცში სანამ ვართ, შეგვიძლია ღვაწლი. როგორც კი ხორციდან გავალთ, ღვაწლი გოსრულდება, დასრულდა ღვაწლი, არანაირი აზრი აღარ აქვს, გამორიცხულია, ხო? და ჩვენ ცოტა მოგვიერებით ვისაუბრებთ რწმენის ქრისტიანულ გააზრებასთან დაკავშირებით და იქ რომ იმ ქვეყანას რწმენა არ არსებობს. რწმენა რა არის, რაღაცა დაჭირება უხილავსა და იქ რა უნდა დაიჯერო. იქ ყველაფერს ხედავ, რწმენა სანამ ხორცში ხარ აქ. თორე აქედან სანამ გახვალ, არანაირი რწმენას ადგილი აღარ აქვს. აი მაგალითად ვნება, ხო? ვნება, რა არის ეს ვნება? სიტყვაზე თქვა ვიღაცას აქვს ალკოჰოლის ვნება, ვიღაცას აქვს ნარკოტიკის ვნება, ვიღაცას გულშობის, ვიღაცას ლუდომანიითაა დაავადებული და რაღაცას აზარტული თამაშების ვნება, ხო, ყველაფერი ვნება, ხო? სანამ ხორცშია, ავნებას თავს კი არანებებს, მაგრამ დისტანცირება შეუძლია, რატო? იმიტომ რომ ხორცი იღლება. ხო, სულ ვერ მუშაობს, სულ ვერ იჭირავს, სულ ვერ სვავს ადამიანის, სულ ვერ თამაშობს, ხო, იღლება და იმიტომ რომ დაღლილობა ხორცის ფუნქცია, ხორცი ტვირთულობს ამ დაღლილობას. მაგრამ როგორც კი ხორცისაგან თავისუფლება სულ უკვე შემაკავებელი დაღლილობითი ფუნქციის აღჭურვილი თვისება აღარ ეკარგება ადამიანს და სულ უნდა იმას, რასაც ხორცში აკეთებდა და რითაც ხორცს ღლიდა, სულ უნდა თამაში, ან სულ უნდა დალევა, ან სულ უნდა ნარკოტიკი, ან სულ უნდა რაღაცა აზარტული მასში იყოს ჭაბუნი და ამის საშუალება არ აქვს და ხორცში აღარ არის. და ეს ტანჯვა-ჯოჯოხეთური ტანჯვა სწორედ ამ მოუნელებელი ვნებების, ამ დაუღლელი ვნებების წარმოქმნა გახლავთ ადამიანის სამომავლო ცხოვრებაში.